დიას მიკროფონთან ამჟამად ხაშურის რაიონის მოსახლეობა საუბრობს. Ჩვენი რეპორტიორები სოფელ ფლევში ჩავიდნენ, სადაც მოსახლეობა უმძიმეს საყოფაცხოვრებო პირობებზე საუბრობს. ადგილობრივი მცხოვრებლები თავად მოგიყვებიან სოფელში არსებული პრობლემების შესახებ. ყველაფერი პრობლემა რაც კი შეიძლება სოფელში იყოს. წყალი არ არის, გაზი არ არის. ახალგაზრდობისგან დაცლილია სოფელი, იმიტომ რომ რა უნდა აკეთოს აქ? ვინც კი წავიდა უკან მობრუნება აღარ უნდა. შინდენი პრობლემებია რომ თელ დილიდან საღამომდე არ გვეყოფა თქმა. პირველი პრობლემა დასალევი წყალი არ აქვს. სხვაზე რო თავიდან საერთოდ არ გვაქვს წყალი. უწყლოთ ავართ რამდენი ხანია ვითხოვთ. სად აღარ არავინ ყურადღებას არ გვაქცევს, არავინ. ერთი მანქანა მყავს საწყლად. დავწვით ამ ბალონებსა და მივდივარ ტყოცაში, დიდ ფლევში, გავახსო ეს ბალონები მოუტანო ხალხსა. როდ სარეცხი აქვს, ის აქვს, ის აქვს, რომ დარეცხო. მეტი არაფერი არ არის. სკოლას ძველი სკოლა გვაქვს. აქ იყო შილოდაწყებითი სკოლა, ეს პატარა ფლევია და 4 კლასი იყო ხოლმე გააუქმეს ის სკოლა და გადავიდა საჯარო სკოლაზე, ფლევის საჯარო სკოლა და ახლა ახალ სკოლას გვპირდებიან და ჯერჯერობით დაწყებული არა. მე წყალი ახლოს ამაქვს, სახლი აგერა მასკაც, მაგრამ ჩემზე ხوارა ერთ ადამიანზე მარტო არა. ეგ არის საქმე. და გვპირდებიან რომ გავაკეთებთ. შლაგი მოტანილია სულ ყველაფერი. ახლა გლეხობასა ბევრანი გვჭირდება, მაგრამ ეგ სად არის ახლა, მე ხო ვიცი. აქა ჭები იყო და დაშრენ, ჭები კი აღარ არის ჭები. და ახლა მაგ ეგ ერთი წყარო გვაქვს და ვსიუ მეტი არა. გაზთან დაკავშირებით არაფერი პრობლემა არ უნდა იყოს ახლა ჩვენი ხელისუფლებისთვის ამ გაზის შემოყვანა სოფელში, იმიტომ რომ წაღული აგერ არის და იქ უკვე მოყვანილია გაზი. აქაც ახლოს არის. ვითხოვთ, მაგრამ არაფერი არ გაქვს. რაღაცა დიდი მანძილი რო იყოს კიდე შეიძლება. აქ გადადის მთავარი მაგისტრალი ახლოს სულ. შეერთება უნდა, მაგრამ პატრონი არ არის და რა ვქნა. გაზი აქ არ არის, ინტერნეტი აქ არ არის, მაღაზია აქ არ არის, წყალი აქ არ არის. ასეთი მიკარგული სოფელი და ასეთი არ ვიცი, არ არსებობს. თუ კონფლიქტის ზონას გულისხმობენ, ერთი სოფელია ჩვენს იქით და იმის იქით უკვე მართულ ხლართებია, ჩვენც ახლოსავართ, განაშორსავართ. ასე უწყლოთ 21 საუკუნეში დასალევ წყალს მოითხოვს ადამიანს, სხვას არ დავეძებთ არაფერს, მარტო დასალევი წყალი. სარწყავი არ არის, თუ მოვიდა წვიმა, მოვა მოსავალი. თუ არ მოვიდა წვიმა და არ მოდის. იმდენი მოდის, რომ ჩვენ ვყოფნის სახლში, აი რო ჭამოსვა და ეგრეთი ის არის. ეგრეთი ის მოდის. დანარჩენი არ მოდის. სამთარი დიდი იცის აქ. გზებიც იკეთება ხო. 600 ლარის მანქანა რომ მოიტანა. ეს ისეთი გაჭირებული სოფელია საერთოდ. ის აქ მაგდები რომ შესაძლოა მანქანა არ გვაქვს. ძალიან ავთხოვთ ჩვენ ხელისუფლებას მოგხედონ. აი ჩვენი თხოვნა ის იქნება რომ ელემენტარული წყალი გაგვიკეთონ პირველი გაზზე პირველი წყალი გვინდა. შემდეგ გაზი 21 საუკუნე თვითონაც ხო უნდა აინტერესებდეთ, დაინტერესებული იყოს ის სოკარის კომპანია რომ მომხმარებელი მეტი ეყოლება, რაც უფრო მეტი სოფლებში გაზი გავა. და მეტი თანხა შეუვათ, არა. იყოს გაზი და მე შეშ აღარ მინდა მე. ეს ტყეც დაიზოგება და რასაც 1500 ლარი რო შეშაში გადავიხადო, იმის გაზი არც კი მჭირდება იმდენი ზამთარში.